დაიწყე თავიდან. მე ვარ მარინა ბერძენიშვილი, ბუკაჩოხელის დედა, რომელიც არის ცერებრული დამრით, კვადრიპლეგია და ყველაზე მძიმე რაც არის ეპილეფსიური სინდრომი და გვესაჭიროება სასიცოცხლო წამლები. ერთი პერიოდი, როცა ძალიან შემომაყდა ეს წამალი და ვეღარ ვშოულობდი, ძალიან გავწარდი. აი წინ მე მართლა აი სრული ლუკას ფიცა ვარ, წინ მე დოფუცელი და ჩამოწერილი მქონდა მეგობარმა მომიტანა საქველმოქმედო ორგანიზაციები და აი ესეთ ჰუმანიტარული. ყველას დაურეკე, ზოგმა მითხრა, მრავალშვილიანი უნდა იყო და არ აქვს მნიშვნელობა, რომ შენ ერთი შვილი გყავს, ასე ხარ გამწარებული. ზოგმა მითხრა, რომ საჩხერი არის იმაშებიან, ზოგმა მითხრა, რომ ეხმარებიან ისეთ ბავშვებს, რომლებსაც აქვს სიცხის გათეთრება, აუცილებლად უნდა დაეხმარო, მაგრამ მეუბნები ყველას ვუხსნით, რომ აი ესეთი მდგომარეობა წამალი არა მაქვს ბავშვისთვის და იქნებ გამონაკლისი მაინც გააკეთოთ. ძალიან მიჭირ. სულ ყველა მოარეკითხა აბსოლუტურად. ხოდა სოციალური დაუცველი სტატუსი, ფულად დახმარებას არ ვიღებ, იმიტომ რომ არანაირად. ისიც მომიხსნეს მივმართე გიგი უგულავას, მივმართე გამგეობას, რომ სასწრაფოდ აღედგინათ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი, აბსოლუტურად არაფერი პასუხი არ ისმის და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და ტელევიზიაში ხა აი უსმენთ ჩვენ არის პრემიებზე ლაპარაკი, ჩვენ ვითანამშრომლებთ მთავრობასთან და ოპოზიციასთანაც, პარლამენტია, საკრებულო ყველა არის ჩვენი არჩეული და ყველას იმედი უნდა გქონდეს და აი არ ვიცი თუ კი ის პრემიები რომელიც კი აღიარეს ძალიან ბევრი იყო გამოწერილი და არ უნდა ყოფილიყო აი ხიდაშელი გამოვიდა ქალბატონი ხიდაშელი გამოვიდა და აი ესეთი რაღაცა გააჟღერა რომ ეს პრემია თვითონ არაუღია აი ხო შეიძლებოდა რომ ამ ბავშვებს ამ პრემიით აიღო და ამ ბავშვებისთვის დახმარება გაეწია ეს ჩვენთვის იმხელა რაღაცა იქნებოდა ნუ აი ვერ წარმოვიდგენ ძალიან ბევრს გვიჭირს აი ძალიან ბევრს ჩვენ ვართ ფინანსურად დაუძლურებელ მდგომარეობაში ფიზიკურად და მორალურად ჯერჯერობით აი ბევრი რამე გვაწევს მაგრამ მაგის პირადად ოპოზიცია თქვენ როგორი წარმოდგენა გაქვთ ამ პრემიებთან დაკავშირებით თუ უყურებთ ამ გადაცემებს მე მომხრე ვიყავი რა თქმა უნდა იმისი რომ ქალბატონ თინას ეს პატარა მცირეოდენი რა თქმა უნდა ჩვენ ბევრი ვართ ძალიან და ბევრს გვიჭირს ასე ყველას არ გვეყოფოდა იმდენი რომ თავზე გადასაყრელი მქონოდა მაგრამ რაღაცა მცირეოდენი ხო შეუვიდოდა იმ ბავშვებს და ერთი დღეს ხო გაულამაზებდა მე მაგალითად მომხრე ვიყავი ასე განაწილებულიყო თინას თავისთავად ვარიეთ ამ თანხაზე მაგრამ ჩვენ ბავშვებისთვის ეს სიამოვნებია და ეს ეთერში გაეჟღერებოდა ამის შეიძლება გამოხმაურებოდა სხვაც და აი ესეთ რაღაცა ცოტა და ნენა რაღაცა წაადგებოდა ჩვენ შვილებსაც ჩვენ გვწამს რომ არიან ისეთი ადამიანები რომლებიც იმის გულისთვის კი არ აკეთებენ სიკეთეს რომ რაღაცაში ჩაეთავოთ იმის გულისთვის არის მათი შინაგანი მოთხოვნილება და ამაზე ბედნიერება არაფერი არ არსებობს ადამიანს და მით უმეტეს ბავშვს დააჭიროებენ ბავშვს დაეხმარებინ მადლობთ დიდი მადლობა